დღეს 22 საათზე. თონიკი რიჟვაძე კლინიკაში მოინახულა ირაკლი ღარიბაშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილმა. სხვა დანარჩენი მისი გარემოსვა გაქრა. ზოგმა რიჟვაძესთან გადაღებული ფოტოებიც კი აიღო Facebook გვერდებიდან. არ გამიკვირდება ისიც რომ თქვა რომ რიჟვაძე ნაციონალი იყო. შეიძლება ესეც თქვა. შენ მოიტან ევროს, შენ დოლარსო, შენ ჩარიცხავ ლირას და შენ ლარსო. წუწუნს თუ გავიგებ მე თქვენსასო, გამოგიწერ ციხის ხეხვასო. დღემდე არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობისა, რომელთათვისაც ბიძინა ივანიშვილის ბუნება, ხასიათი, მენტალიტეტი სიურპრიზი გახდა 2016 წლის. როცა 2016 წელს კაცმა ძალიან კარგად დაახასიათა თავისთან. ადრე მასთან ვიციყო ყურმოჭრილი ხმები, არც ისინი დაინდოს უგაპარცაც ხრებივი. არა ბიჭო არიგა, სულტყვილა დარიგა, ორბა გადამოიღებს, რაც კი ჩამოარიგა. ირაკლი კობახიძემ გამართა ბიზნესმენებთან შეხვედრა. სადაც განაცხადა რომ ჩვენ ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალიაო. ბიზნესი თავისუფალია ოღონდ გირაოს სანაცვლოდ. ჩვენს მიერ გადაღებული სერიალები ბევრი კარგი რა, სერიალები არ გადამიღია ფილმი ბატონი ოთარ შამათაოს პროექტების მიხედვით. არ გადამიღია ოთარ შამათაოსთან არა. არა, შამათაოსთან ერთად არა, მაგრამ ჩვენს ეთერში გავიდა მაშინ. ასე ხომ ეთერში არ გადამიღია? ვერცერთი ვერ გავა. ასეთი სიბზნე აქვს ბიძო პაპასო, ცხვრებიო და თავი დროზე გაპარსო. თუ კი ეს განაჩენი პარასკევს პირველი იუმორისტული შოუ TV-ზე. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.